საქართველოში კანტის აკადემიის ორგანიზებით გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას თბილისი უმასპინძლებს. ეს იქნება აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გაეროს მოდელირების სიმულაცია, რომელიც ახალგაზრდებს მისცემს შესაძლებლობას მოერგონ ახალგაზრდა დიპლომატების როლი და ჩაერთონ საკომიტეტო სამუშაოებში. ასევე განიხილონ მსოფლიოში მიმდინარე ყველაზე აქტუალური საკითხები და შემდგომ თავიანთი მოსაზრებები რეზოლუციაში ასახონ. კანტის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი მარეხ გვარამაძე და აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი თაქთაქიშვილი დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან. მოგესალმებით. დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად და გვიამბეთ ამ კონფერენციის შესახებ, გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე, რაც საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო უნდა იყოს ახალგაზრდებისთვის. სერიოზული დღეები ველოდება წინ აშკარად. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენთვის და ქვეყნისთვის, რომ მასპინძლობთ ერთ-ერთ ყველაზე დიდ ახალგაზრდულ ფორუმს, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება. ეს არის გაეროს მოდელირების პირველი საერთაშორისო კონფერენცია, რადგან გაეროს ოფიციალური ასოციაციის ეგიდით კეთდება ეს ყველაფერი, რომელიც ნიუ-იორკში გაეროს შტაბ-ბინაში მდებარეობს, რომელიც უმასპინძლობს დაახლოებით 200 ახალგაზრდას აღმოსავლეთ ევროპიდან, აქ არა მხოლოდ ქართველები, არამედ უცხოელი ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან ძალიან მრავალფეროვანია. დაახლოებით რამდენი სტუმარს ელოდებთ? 200-მდე დელეგატია, ამასთანავე იქნებიან სტუმრები, გვეყოლება გენერალური მდივანი ამერიკიდან, ბოსტონიდან, რომელიც უშუალოდ აკადემიურ მიმართულებას ხელმძღვანელებს და ძალიან მასშტაბური იქნება ღონისძიება. ამ ყველაფერში ჩართული არიან ასევე საელჩოები, სამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტი 1 დეკემბერს ოფიციალურად მიიღებს დელეგატებს და ძალიან საინტერესო და საპასუხისმგებლო ღონისძიება გველოდება წინ. როგორ მოახერხეთ იმის ორგანიზება, რომ ესეთი მასშტაბური კონფერენცია თბილისში ჩატარებული იყო? წლებია უკვე ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობთ, მათ შორის გამოცდილება გვაქვს საერთაშორისო ფორმატში მონაწილეობის მიღების. კანტის აკადემია გაეროს ახალგაზრდულ მოდელირებებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით წამყვან დედაქალაქებში იღებს მონაწილეობას. ამაზე მარეხე ოდნავ მოგვიანებით კიდევ აღნიშნავს, ეს არის ნიუ-იორკი, ეს არის პრაღა, ეს არის ლონდონი, ეს არის კელნი და სხვადასხვა ქვეყნები, ჰააგა. და აი ამ გამოცდილებაზე დაფუძნებით იქიდან გამომდინარე, რომ კანტის აკადემია უკვე წლებია საქართველოში ჩამოყალიბდა ლიდერ პლატფორმად მოზარდებისთვის არაფორმალური განათლების კუთხით და ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ახალგაზრდების განათლებაში. აქ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორობა გადაწყვეტენ, რომ საქართველოში პირველად სწორედ კანტის აკადემიის პლატფორმასთან ეთანამშრომლად და გაემართათ ესეთი მასშტაბური საერთაშორისო კონფერენცია. მათი მხრიდან იყო, რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი სიამოვნებით დავთანხმდით ამ ინიციატივას და ჩვენ კიდევ უფრო წინ მივდივართ და დარწმუნებული ვართ, რომ პირველი საერთაშორისო კონფერენცია წარმატებით ჩაივლის და ისეთი გამოხმაურება მოყვა ამ ინიციატივას, რომ ჩვენ ვფიქრობთ უკვე, რომ მომავალი წლის ზაფხულში უკვე ბათუმში მთელი შავი ზღვისპირეთის ქვეყნების საერთაშორისო გაეროს ახალგაზრდულ მოდელირებას ვუმასპინძლებთ და ეს იქნება მომავალ წელსაც უკვე დაგეგმილია. მომავალ წელსაც უკვე აი ესე პირდებით, რომ ექსკლუზივს თქვენ ტელევიზიას მივცემთ და ნამდვილად ვფიქრობთ, რომ უკვე ტრადიციად იქცევა, რომ თბილისი და ბათუმი ჩაეწერება იმ სოფლიოს წამყვან დედაქალაქებში, რომელიც გაეროს ახალგაზრდულ მოდელირებებს უმასპინძლებს. რა საინტერესო, რა სამწუხაროა, რომ სტუდენტები აღარ გულიდან არაჩვეულებრივი საშუალება, არაჩვეულებრივი გამოცდილება შეიძენ. კი, ნამდვილად. მნიშვნელოვანია ფორმატი, მინდა რომ დავამატოს ამ თქვენ შემდეგ შეკითხვას დაგვისვამდით, რომ ჩვენი განათლება, არაფორმალური განათლება დაფუძნებულია კანტის აკადემიაში ტრენინგებზე და მნიშვნელოვანია პრაქტიკაზე დაფუძნებული განათლება, ხო, თანამედროვე მსოფლიოში. მაგრამ ასევე ხაზი უნდა გაისვას სწორედ ყველაზე თანამედროვე მიგნებას, ეს არის მოდელირება, სიმულაციაზე დაფუძნებული განათლება, რომელიც სტუდენტებს, მოზარდებს აიძულებს კონკრეტულ როლში რო შევიდნენ, მან თეორიულად კი არ მაგალითად ვის როლში შევლენ ახლა აი ამ მოდელირების საერთაშორისო კონფერენციაზე? ეს ფორუმი არის ძალიან საინტერესო დიპლომატიური, პოლიტიკური ფორმატი, თუმცა თემები არის მრავალფეროვანი. ზოგადად კონფერენციის თემა ეძღვნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს და ჩვენ შევარჩიეთ 7 კონტექსტში ყველაზე აქტუალური კომიტეტი. ეს თემები შეეხება ადამიანის უფლებებს, ჯანდაცვას, გარემოს დაცვას, მსოფლიო უსაფრთხოებას, ეკონომიკის მეწარმეობის საკითხებს, ასე რომ ეს ახალგაზრდები იქნებიან აქტიური მოქალაქეების, დიპლომატების, პოლიტიკოსების როლში. ისინი ამ 3 დღის განმავლობაში ჩართულები იქნებიან დებატებში, არაფორმალურ და ფორმალურ მოლაპარაკებებში, შეიმუშავებენ რეზოლუციას და ძალიან საინტერესო პროცესია თავისთავად, არა მხოლოდ იმიტომ, ვთქვათ, ისინი გამოიმუშავებენ ძალიან საინტერესო უნარებს, არამედ გაიცნობიან სხვა ლიდერ ახალგაზრდებს სხვა ქვეყნებიდან და ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ ჩვენი ქვეყანა გავაცნოთ უკვე სხვა ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან და ფაქტიურად ჩვენ და საქართველოს უნივერსიტეტი ერთობლივად ვაფუძნებთ საერთაშორისო ტიპის განათლების ჰაბს საქართველოში, რომელიც
რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე იქნება ამ კუთხით და რა თქმა უნდა ამას ექნება უკვე სისტემატიური ხასიათი, როგორც გიორგი თქვა, ჩვენ უკვე ზაფხულიდან ქალაქ ბათუმში განვაახლეთ ამ საერთაშორისო სესიას და უფრო მეტ უცხოელ ახალგაზრდას დაველოდებით შემდეგ ფორუმზე. კონფერენციის სამუშაო ენა სავარაუდოდ ინგლისური არის. რადგან გავიგეთ, რომ 200 უცხოელი სტუმარი უკვე იქნება და ისიც ვიცით, რომ ქართველები იღებენ მონაწილეობას რეგისტრაციის საფუძველზე, ხომ? ანუ ეს 200 სტუმარმა ეს თქვენი მოწვევით მოხდა თუ მათ გამოთქვეს სურვილი და რეგისტრაცია უკვე გაიარეს. ვის აქვს ახლა? არის თუ არა შესაძლებლობა, რომ კიდევ გაიარონ რეგისტრაცია და რამდენამდე გრძელდება? რეგისტრაციის პროცედურები იყო ძალიან ღია და გამჭვირვალე. ჩვენ საინფორმაციო კამპანიები ჩავატარეთ საქართველოში, არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში და რეგიონები განსაკუთრებით აქტიურობენ და გვიხარია. ონლაინ საპლიკაციო ფორმის საფუძველზე ახალგაზრდები დარეგისტრირდნენ ამ ასოციაცია გვეხმარებოდა მთელ მსოფლიოს მასშტაბით. მათ შორის ხო არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ასოციაცია მთელ მსოფლიოში გაავრცელა ინფორმაცია ამ რეგისტრაციის პროცედურაზე და არა მხოლოდ უცხოელები, არამედ ქართველებიც ღია პლატფორმის საშუალებით უკვე შემოგვიერთდნენ. კიდევ არის 2 დღე იმისთვის, რომ ახალგაზრდები შემოგვიერთდნენ ამ კონფერენციაზე. ფაქტიურად 3 დღეში უკვე კონფერენცია იხსნება, თუმცა რადგან ეს პირველი გამოცდილება და გვინდა მაქსიმალურად მეტი ქართველი ახალგაზრდა ჩავთვალოთ ამ ყველაფერში, ჩვენ კიდევ ვაძლევთ საშუალებას, რომ მათ გაეროს რეგისტრაცია. მნიშვნელოვანი რაღაცა არის, რომ მე როგორც ვიცი, წარმატებული დელეგატები გაემგზავრებიან ნიუ-იორკში. ამ სტიმულის გარეშე შეუძლებელი იყო ეს ფორმატი განგვიხილა, რომ წარმატებული დელეგატები, რომლებიც გამოვლინდებიან სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, უკვე ნიუ-იორკში გაეროს ცენტრალურ ოფისში დაახლოებით 10 დელეგატი მიიღებს ნიუ-იორკში. აი სტუდენტი რომ ვიყო მარია, აი ერთი წუთითაც არ დავფიქრე. აი არ დავფიქრდებოდ ესეთ ჩანს ნამდვილად არ ეს გაცებს საშუალებას გაიღრმაოთ ცოდნა, ასევე გამოიმუშაო პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გიორგი აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამ იმიტირებული პროცესებში მონაწილეობა. საზღვარგარეთ დამახმარება ალბათ ძალიან აპრობირებული მეთოდია, სწავლის ერთ-ერთი მეთოდოლოგიაა და ეხლა უკვე ყველაზე იმიტირებასაც გააჩნია, ხომ? ეხლა წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ სამოდელირებაში მონაწილეობას მიიღებენ პარლამენტიდან შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეები. მეორე დღეს უმასპინძლებს კონფერენცია საქართველოს პრეზიდენტი. აი ამაზე მინდოდა მეკითხა, ვიცით რომ ესეთ სახელმწიფოს მხარდაჭერა გაქვთ ამ პროექტის განხორციელებაში, უფრო მეტი ინფორმაცია რომ გითხრათ ამის შესახებ. ხო, გახსნის ღონისძიებას დაესწრებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეები. მეორე დღეს პროცესში ჩართულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ახალგაზრდებს უმასპინძლებს საქართველოს პრეზიდენტი და ერთ-ერთი ბოლო მიმართვა იქნება პრეზიდენტის რანგში, იმიტომ რომ არჩევნების მეორე ტური უკვე დასრულებული იქნება მოგიხსენებათ და რა თქმა უნდა დახურის ღონისძიება გაიმართება თბილისის საკრებულოში და საკრებულოს დელეგაციაც ესე ვთქვათ უმასპინძლებს თბილისის საკრებულოს შენობაში ჩვენს დელეგატებს. ამიტომ ეს ჩვეულებრივ იმიტირებაზე უფრო მეტია, იმიტომ რომ თუ კანტის აკადემიაში ლიდერობას და დიპლომატიას თეორიულად სწავლობენ ახალგაზრდები, ვთქვათ გაეროში დიპლომატები, როგორ მიმართავენ ერთმანეთს, როგორ მიმდინარეობს დიპლომატიური პროცესები, აქ თავად იქნებიან დიპლომატების და პოლიტიკოსების როლში და მისი ხმის გაგონება კონკრეტული რეზოლუციის მიღების საფუძველზე შეუძლიათ, რომ წარმოედგინონ მთელ მსოფლიოს გააგონონ საქართველოსთან მისი ხმა. და მნიშვნელოვანია, როდესაც თქვენ საუბრობდით აი ამ გავრცელებაზე, ჩვენი თანაორგანიზატორი ვინც არის ეს თვითონ გაეროს ასოციაცია, გაეროს ახალგაზრდული ასოციაცია, მას აქ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეს ქსელი, ერთიანი ქსელია, რომელიც მსოფლიოს ცენტრალურ დედაქალაქებში, წამყვან ქვეყნების დედაქალაქებში მართავს აი ამ ღონისძიებას, ახალგაზრდულ ღონისძიებას, რამხელა ნეთორგია ხო წარმოგიდგენიათ? და უკვე თბილისი, აი კანტის აკადემია ხდება აი ამ ოფიციალური წრის პარტნიორი და ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს და ამით ნამდვილად ძალიან ვამაყობ. ამისთვის ჩვენ ესე გვერდში გვიდგას და მინდა აქედან მადლობა გადავუხადოთ საქართველოს უნივერსიტეტს, რომელიც ამ იდეის განხორციელებაში ძალიან აქტიურად დაგვიდგა გვერდში. კი ბატონო, და გაეროს გენერალური მდივნის როლს ვინ მოიცავს? კარგი. ბაჩურის გენერალური მდივანი იქნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ბოსტონიდან, ძალიან მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება და ჩვენ ვეცდებით, რომ აი ამ დღეების განმავლობაში მაქსიმალურად მეტ ქართველ ახალგაზრდას მივცეთ ცოდნა, ინფორმაცია პროექტის იდეის შესახებ, რათა უკვე მერე ამ ახალგაზრდებმა დაიწყონ საქართველოს რეგიონებში მსგავსი პროექტის კეთება. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ცოდნის და ინფორმაციის გავრცელება არა მარტო საქართველოს რეგიონებში, არამედ კავკასიის რეგიონში, რადგან ზოგადად კავკასიის რეგიონში პირველი მასშტაბური ღონისძიება და ჩვენ მოწინააღმდეგე ვართ. ისტორიულად შეჩვეულები ვართ კავკასიის რეგიონში პირველად რაღაც ინიციატივებს რეალიზებთ. ამ პლატფორმას ვინარჩუნებთ და ამიტომ ასეთი თანამდებობა ჯერ გამოცდილს მიიღებს. ჯერ გამოცდილს ხო. აღნიშნეთ, რომ საუკეთესო დელეგატები ნიუ-იორკში გაემგზავრებიან. მაინტერესებს, როგორ მოხდება საუკეთესო დელეგატების გამოვლინა, ვინ გამოავლენს, რა კრიტერიუმებით მოხდება ეს?
ამ სამდღიანი საკომიტეტო მუშაობის პროცესში დელეგატებს კოორდინაციას გაუწევენ კომიტეტის ხელმძღვანელები, რომლებიც დააკვირდებიან მათ ჩართულობას, მათ აქტიურობას. ეს უცხოელი. შესაბამისად, არ მხოლოდ უცხოელი, ქართველი და უცხოელი ჩიარები, ასე ვთქვათ, რომლებიც გადამზადებიან ამერიკელების მიერ, აქ ეგრეთ წოდებული ტრენერთა ტრენინგიდან ჩიარების ტრენინგი ტარდება, მათი გამოსვლების გაზიარებით, ანუ სრული მობილიზებით ხდება ეს ქართული მენეჯმენტი მათ შორის ამ კონფერენციას. და ამ სამთხრენ პროცესში კომიტეტის ხელმძღვანელები შეაფასებენ უშუალოდ მონაწილეებს, მათ ჩართულობას და ამის საფუძველზე ჩვენ შევარჩევთ დამატებით შემდგომ გასაუბრების საფუძველზე იმ დელეგატებს, რომლებიც გაემგზავრებენ ნიუ-იორკში. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, იმიტომ რომ არის უდიდესი ფორუმი, რომელიც წელიწადში ერთხელ იმართება, გაეროს შტაბ-ბინაში 6000-მდე ახალგაზრდა ჩამოდის მთელი მსოფლიოდან, ლიდერი ახალგაზრდები, ნამდვილად არაჩვეულებრივი ახალგაზრდები, იმიტომ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს მხრიდან ღირსეული დელეგაციის გამგზავრება ამ კონფერენციაში. ჩვენ ვეცდებით, რომ მაქსიმალურად მომზადებულები ჩავერთოთ ამ პროექტში უკვე ნიუ-იორკში. აი, მაინც რა კრიტერიუმი უნდა გქონდეს ისეთი გამარჯვების? რა, თქვენი აზრით, რომელი არის ყველაზე არა მარტო გამარჯვებულს, ზოგადად დაინტერესებულ პირს, რომელიც აი ხა გვისმენს და იცის რომ კიდევ 2 დღე აქვს დარჩენილი იმისთვის რომ დარეგისტრირდეს. რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს? აი რა უნარჩვევები დაჭირდება იმისთვის რომ მიიღოს მონაწილეობა ამ კონფერენციაზე? გავიგეთ რომ ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა არის აუცილებელი, ხომ? იმიტომ რომ თავისუფლად უნდა მიიღოს მონაწილეობა დებატებში. ინგლისური ენის ცოდნა ალბათ კორპორატორიც უნდა იყოს. მოთხოვნა, მნიშვნელოვანია საჯარო გამოსვლის, კომუნიკაციის უნარები, მოლაპარაკების უნარები, ასევე დებატების უნარები, იმიტომ რომ ეს პროექტი ბევრი სხვადასხვა საინტერესო პროცესისგან შედგება, მათ შორის მნიშვნელოვანია იქ ფორმალურ და არაფორმალურ გარემოში ქვეყნები ერთმანეთთან როგორ აწარმოებენ მოლაპარაკებას, როგორ არის ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რეზოლუციის შემუშავების პროცესში. ბევრი სხვადასხვა მნიშვნელოვანი უნარი, რომელსაც უნდა ფლობდეს ახალგაზრდა, ამ კრიტერიუმების საფუძველზე ჩვენ გამოვავლენთ უკვე საუკეთესო დელეგატებს, რომელიც დარწმუნებულია რომ ქართველი დელეგატების სახით უამრავი იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდები, მათ შორის კანტის აკადემიაში ძალიან კარგი მოტივირებული ახალგაზრდები სწავლობენ და არა მარტო ჩვენი სტუდენტები, არამედ ძალიან ბევრი აპლიკანტია, არა მარტო თბილისიდან, არამედ რეგიონებიდან, რომლებიც ძალიან აქტიურად არიან ჩართულები უკვე ამ პროცესში, ძალიან დიდი მოტივაციით და დარწმუნებულია რომ ასევე დიდი მოტივაციით გააგრძელებენ ამ პროექტში მონაწილეობას 3 დღის განმავლობაში. მსგავსი კონფერენციები ყოველთვის ეხება ისეთ თემატიკას, მithumetes, როდესაც გაეროსთან გვაქვს შეხება, რაც ძალიან აქტუალურია, ანუ მსოფლიოში აქტუალურ საკითხებს ეხება. ამ შემთხვევაში რა საკითხებზე გამახვილდება ყურადღება? მე მიღებული მაქვს მონაწილეობა მსგავს შეჯიბრებში, ანუ სიმულაციურ თამაშებში, სადაც აი უახლესი მოვლენები იყო ასახული. მაგალითად დღეს სანამ გადაცემას დავიწყებდით, უსმინეთ საინფორმაციოს და უკრაინის პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ უნდა სურს გამოაცხადოს საომარი მდგომარეობა. აი ესეთი საკითხები თუ მოხვდება კონფერენციაზე? თემები არის მაქსიმალურად გლობალური, ის საკითხები, რომელიც დღეს მსოფლიოში არის აქტუალური, მათ შორის მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხები ერთ-ერთი მოწინავე არის ხოლმე. ჩვენს მოდელირებაზე იქნება კომიტეტი სპეციალური, რომელიც მუშაობს მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებზე, ასევე არის კომიტეტი, რომელიც მუშაობს გარემოს დაცვის საკითხებზე და ჩვენს კონტექსტში ძალიან აქტუალურია ასევე ეს საკითხი. არის კომიტეტი, რომელიც მუშაობს მეწარმეობის საკითხებზე, ბიზნესის მიმართულებით, ასევე კრიპტოვალუტა, რომელიც ერთ-ერთი ახალი და ძალიან საინტერესო თემა არის. ასევე არის ბავშვთა უფლებების და ზოგადად ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე კომიტეტი. კიბერუსაფრთხოება მათ შორის არის, ასევე ძალიან საინტერესო თემა ტერორიზმი იქნება ერთ-ერთი განხილვის საგანი, ანუ ყველა ის მთავარი საკითხი, რომელიც არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ ზოგადად დღეს მსოფლიოში აქტუალურია და მწვავედ დგას. მაინც სტრატეგიული ხაზი, როგორც მარეხმა აღნიშნა, თქვენ როგორც შეადგენთ, გადის მშვიდობისა და უსაფრთხოების პოლიტიკის გატარებაზე და ამ მიმართულებით ბევრი თემა წამოვა. ხო, იქ როგორ უნდა დაუპირისპიროთ ინფორმირებულობა და განათლება, განსაკუთრებით ახალგაზრდებია ჩვენ განათლებას ემსახურებით, სწორედ პროპაგანდას ამ საკომუნიკაციო ეპოქაში, როდესაც ერთი კუთხით გამარტივდა ინფორმაციის მიღება, მეორე კუთხით გამარტივდა ამ საკომუნიკაციო საშუალებებით ხო მანიპულირების მოხდენა და მასებზე გავლენის მოხდენა. ამის ჟურნალისტები ხართ და ძალიან ბევრი მაგალითი თქვენ ძალიან კარგად იცით. ამიტომ ინფორმირებულობა და განათლება სწორედ უსაფრთხოების პოლიტიკის გატარება რეგიონალურ და მსოფლიო კონტექსტში. აი დიდი სურვილი გამიჩნდა, როგორც მაყურებელი, რიგითი მოქალაქე დავესწრო. მექნება თუ არა შესაძლებლობა? სიამოვნებით გახსნის და დახურის ღონისძიებაზე დაკვირვებით. ასევე გექნებათ საშუალება, რომ დამკვირვებლის სტატუსით ჩაერთოთ კონფერენციის მსვლელობის პროცესში. გადამოლეკილი ჩვენ გვეყოლებიან საზოგადოებრივი მაუწყებლობის სახელით თქვენ შეგიძლიათ დააკვირდეთ ძალიან მნიშვნელოვან საზოგადოებრივ ახალგაზრდულ პირველი არხის სახელით დავაკვირდეთ მნიშვნელოვან ახალგაზრდულ მოვლენას. მიღებულია გამოწვევა. ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუმრად, რომ ესეთ მნიშვნელოვან საქმეს უძღვებით, წარმატებებს გისურვებთ.
მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმრები გახდნენ მარიახ გვარამაძე, კანტის აკადემიის დამფუძნებელი და დირექტორი და გიორგი თაქთაქიშვილი, აკადემიური მიმართულების ხელმძღვანელი.